აი ახლა მოკლედ ასე ვთქვათ, სამუშაოს დავამთავრე რა, მოვჭი და წამოვედი რა და გზაში ისეთ განწყობაზე და ისეთ ხასიათზე ვიყავი და რაღაც, რომ მინდოდა მესაუბრა რა, 1-2 სიტყვა მეთქვა, იქაც გოგოებს ველაპარაკე რაღაცა და ისეთ ხასიათებზე წამოვედი და ისევე ცეცხლოვანი და რაღაცა მასეთი ვარ ეხლაც, რომ მინდოდა მესაუბრა და 1-2 სიტყვა მეთქვა რა და რაზე მინდოდა, იცი მესაუბრა და მეთქვა, რომ მინდოდა მეთქვა ერთმა ჩემმა ადამიანმა მითხრა ადამიანის სიბრძნე იმაში მდგომარეობსო, რომ ერთმანეთს გაუგონო თუ რაღაც მასეთი მითხრა რა და მე ვთხარი რომ რა ვთხარი რაღა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე მინდოდა მესაუბრა ეხლა ბრძენზე და სულელზე მესაუბრა რა, მაგნიცნებებზე მინდოდა მესაუბრა რა და როგორი ადამიანია ბრძენი და მაგაზე რა მახსენდება პირველ რიგში, იცი, ერთი ეგეთი რუსული ფილმია აბო რუხოძით მნება რა, ციგნებზე არის Gypsies are found near heaven რა, ინგლისურად მასე გადათავეს, მასე ქვია, ისე კი სხვა რაღაცა ქვია რა, მაგრამ ციგნები არიან, კაროჩე რა, ანუ რანაირი ხალხი არიან, მთელი ცხოვრება ქარავნებით გზაზე დადიან, კაროჩე არაფერი ისეთი არ გააჩნიათ, ეგ არის რა, მაგათი ცხოვრება რა. ხო და ბევრ სხვაზე რო არ გავაგრძელო რა, მაგარი ცეკვები და ცხოვრების სტილი და მოპარვა და ყველაფერი რო აქვს და მაგაზე რო არ ვისაუბრო, იმაზე ვიტყოდი რომ ეგ ფილმი როგორ იწყება რა. ორნი არიან, ერთი შედარებით ხანში შესული ციგანი არის, მეორე ახალგაზრდა რა, ორივე მაგარი კაცია და ეს ეკითხება რა, чудра ქვია იმას რა, скажи мне чудра რა. Кто больше знает, мудрец или дурак? რა არის ვინ უფრო მეტი იცისო, სულელ, ანუ ჯერ ჭკვიან ბრძენმა უფრო მეტი იცისო თუ სულელმაო რა და ესე თქვის რომ дурак, мудрец во всем сомневается რა, სულელმაო, იმიტომ რომ ბრძენსო ყველაფერში ეჭვი ეპარებაო რა და მართლაც აი უბრალოდ მაგას რომ დაუკვირდე და რაღაცა რა მე კიდე გავაგრძელე, მაგრამ მაგას რო დაუკვირდე, სულელი ისეთი ვინმე არის რა, გახსნილი. აი ეხა დამირეკეს და გამაწყვეტინა აზრი რა, იმედია მეორედ არ დამირეკავენ რა და ეს ბრძენი რანაირი ადამიანია, იცი? კაროჩე, თავისი გამოცდილება იმდენი არა აქვს რა, შეიძლება ძალიან ბევრი გამოცდილებაც აქვს და რაღაცა რა, მაგრამ აი უფრო მეტი ნაკითხი ვინმე არის, უფრო მეტი მოსმენილი, გაგებული და სულელი უფრო ისეთი ვინმეა, რომელსაც აი თავის თავზე აქვს ყველაფერი გამოცდილი და უფრო იმენა არსში ჩამწვდარი არის რა ის რა და რისი თქმა მინდოდა კიდე რა, აი საერთოდ სულელზე მინდა ვისაუბრო რა, სულელ ადამიანზე და საერთოდ ცნება სულელზე რა, აი რანაირია იცი რომ იმას, ანუ დაცვის მექანიზმი და მასეთი რაღაც არ გააჩნია, იმას ჩაკეტილ სისტემაში არ არის მოქცეული, იმას უნდა გაგება უნდა, სიყვარული უნდა, არსის შეცნობა უნდა, ანუ რაღაცაზე რომ დაგელაპარაკება, ის ბოლომდე მოგისმენს, ის საკუთარ თავს კითხვებს დაუსვამს, რომ აბა ეს როგორ არის, რატო ვფიქრობ ასე, აბა მაშინ შენ რო ფიქრობდი რანაირ განწყობაზე იყავი რაღაცა, ეს გახსნილი არის რა ყველანაირად რა და უნდა ადამიანების გაგება სიყვარული რაღაცა და ანუ ძალიან მაგარი ადამიანია რა, გარს ვერაფერში ვერ დაამარცხებ მასეთ ადამიანს და ვერც მოგებული ვერასდროს ვერ იქნება, იმიტომ რომ ის თავისუფალი არანაირი ბრძოლა მეორედ დამირეკეს და მეორედ გაუთიშო, შემეშვით რა, მაგრამ თქვენ რას გესმით ვიდეოში ვლაპარაკობ რა და ესე ვთქვათ, ეს რაც მინდოდა რომ სულელზე მესაუბრა რა და ბრძენი აი რანაირად ბრძენს რო გეტყვიან, ცოტა ისეთი ის არის რომ წარმოგიდგება ესე ვთქვათ მოხუცი ადამიანი ხანში შესული თუ რაღაცა ესე გრძელი წვერით მზერა რაღაც უსასრულობაში და ცხოვრებაზე დაფიქრებული რაღაც და მასეთი არქეტიპი თუ რაღაც, ანუ შეიძლება ამაზე ვაფშე ამ ორ იმაზე რა, არქეტიპი რო დავარქვათ, შეიძლება დაჟე კარლ იუნგს გამოძიებული აქვს რაღაცა სულელის არქეტიპი, ბრძენის არქეტიპი რაღაც, მაგრამ არ წამიკითხია ეგენ, просто ჩემი აზრი, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ნანახი და ნაყურები, რავი, ნაცხოვრებით, რავი, საუბრობ რა და ყოველთვის ჯობია რომ ადამიანი იყოს სულელი რა და სიბრძნე და მასეთები მაგარი ფეხებზე გეკიდოს რა, ანუ გახსნილი იყო რა და გინდოდეს უბრალოდ, გინდოდეს შეცნობა, გინდოდეს სიყვარული, გინდოდეს გაგება, გინდოდეს ცხოვრება და გინდოდეს არსში შესვლა და შეერთება და ყველაფერი რა. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, შეიძლება ბევრი რამე გამომრჩა, მაგრამ მე მგონი რომ კაია და ეხა მე იმას დაურეკავ, ვინც მირეკავდა. აბა ჰე